დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოგესალმებით ერთსულონების დილის გადაცემის სტუდიიდან. სპეციალურ ეთერს დღეს ჩვენ ელისაბედ აბულაძე და სოფიო კუჭავა გაუძღვებით. დილამშვიდობისა სოფიო. დილამშვიდობის ელისაბედ, დღეს ილიაობაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ილია თეზბიტელს, წმინდა ილია მართალს ჭავჭავაძეს და წმინდა მოწამე სალომე ქართველს. დღეს ასევე არის ხსენება თხუთის მთაზე აღსრულებული სასწაულისა, რომელიც შემთხვა წმინდა მეფე მირიანს 325 წელს. მოგეხსენებათ ქართლის ცხოვრების მიხედვით, მეფე მირიანმა თხუთის მთაზე იხილა სასწაული, როდესაც უეცრად გაქრა მზეციდან და მას შემდეგ გამოგწყინდა, როცა მეფე მირიანმა წმინდა ნინოს ჯვარცმულ ღმერთს მიმართა. 2 აგვისტო ასევე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ანგელოზის დღე. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი სპეციალური ეთერი სწორედ ილიაობას ეძღვნება და გვინდა დიდი სიყვარულით, პატივისცემითა და მოკრძალებით მიულოცოთ უსმიდესა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მფარველი ანგელოზის დღე. ჩვენ ტელევიზიის სახელით ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. გილოცავთ თქვენო უწმინდესობავ დიდი სიყვარულით, მოკრძალებით, პატივისცემით და დიდი მადლიერებით. მრავალჟამიერ თქვენო უწმინდესობავ. დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღესრულება. წირვას საპატრიარქო ტახტის მოსახლე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლეს. ღვთისმსახურება 10 საათზე დაიწყება. ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფება ყოლაწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში და გვექნება შესაძლებლობა, რომ გადაცემის მსვლელობისას ჩართვა გქონდეს და მომლოცველების და მისული მრევლის მილოცვებით მოვისმინოთ და მოსაზრებებით. დღევანდელი ეთერის ფარგლებში ჩვენ შევხვდებით ასევე ყოლაწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ არჩილ ხაჩიძეს და მამა არჩილთან ერთად ვისაუბრებთ დღევანდელი დღესასწაულისა და ასევე ჩვენი პატრიარქის ღვაწლის შესახებ. და სოფო, რა თქმა უნდა, დღევანდელი გადაცემის მსვლელობისას ასევე შევთავაზებთ მაყურებელს სიუჟეტებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ხევში, პატრიარქის მშობლიურ კუთხეში, კერძოდ დარიელის მონასტერში, ასევე დედათა მონასტრებს სტუმრობდნენ, იმყოფებოდნენ გურიაში, ერკეთის დედათა მონასტერში. მოვისმენთ მილოცვებს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისა, ასევე პატრიარქის ნაცვლთა გუნდის წევრებისგან და შევხვდებით იმ პიროვნებებს, რომლებიც კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების პირველივე წლებიდან შემოიკრიბა ჩვენმა პატრიარქმა სიონის საპატრიარქო ტაძარში. ასეთია დღევანდელი სპეციალური ეთერის მოკლე შინაარსი, ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად, არ გადართოთ. მცირე ვიდეო რგოლის შემდგომ ჩვენ კვლავ დაგიბრუნდებით.
დილამშვიდობისა, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და გილოცავთ ილიაობას, შემოგვიერთდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩის ხატის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე. დაგლოცეთ ხომ არჩილ, მრავალს და ეს წარით გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით და უერთდები იმ მილოცვებს, რომლებიც უკვე მოისმინა ჩვენმა მაყურებელმა. მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მამარჩილ დღეს არის წმინდა ელია თესბიტელის ხსენების დღე, წმინდა ილია მართლის ხსენების დღე. ჩვენ ვიცით რომ წმინდა ილია მართალი ძალიან დიდი ზეიმით აღნიშნავდა ხოლმე საგურამოში ამ დღეს თავის დროზე. შემდგომ უკვე ჩვენს პატრიარქს ბერად აღკვეცის დღეს უწოდა მეუფე ზინობიმ სახელი ილია და მთელი ერი განსაკუთრებული ზეიმურობით და დღესასწაულობით აღნიშნავთ ხოლმე ილიაობას. მრავალი წელია უკვე და ღმერთმა ქნას რომ მრავალი წელი აღნიშნოთ. დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ რომ გვესაუბროთ, ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. ბუნებრივია ჩვენ პატრიარქის ღვაწლზე გვინდა რომ ვისაუბროთ შემდგომ. დღევანდელი დილის ეთერის დასაწყისში თქვენ უკვე აღნიშნეთ, რამდენი ნიშანდობლივი მოვლენა უკავშირდება ამ თარიღს. ერთი რომ ეს არის ძველი აღთქმის უდიდესი წინასწარმეტყველის და გამორჩეული მოღვაწის აბსოლუტურად არაჩვეულებრივი ბიბლიური პერსონაჟის ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღე. მეორე მხრივ ეს არის ჩვენთვის ქართველთათვის ნამდვილად დღე, როდესაც ერის უდიდესი სულიერი მამა ერის სიამაყე და ჩვენი ერის ალბათ მარადიული ნუგეში ილია მართალი იხსენიება. დღესვე არის ჩვენი ერის ღვთისაკენ შემოbrunების და სიბნელიდან გამოსვლის დღე თოთის მთაზე მირიან მეფისათვის, რომელიც შემდგომ გახდა უკვე მოციქულთა სწორი აღსრულებული სასწაულის ხსენების დღე და დღესვე არის მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ანგელოზის დღე. მისი უწმინდესობა არაერთ გზის აღნიშნავდა ხოლმე თავის ძველ ქადაგებებში, რომ ირაკლი, სახელი ირაკლი, რომელიც მას ერქვა, ერის კაცობაში ნიშნავს ფიზიკურ ძალას, ადამიანურ ძალას, ხოლო სახელი ილია ნიშნავს ღვთაებრივ ძალას. და აი მართლაც ადამიანური და ღვთაებრივი ძალების სინერგიის აი ამ ყველაფრის შეერთების შედეგია ის, რასაც ადამიანი საერთოდ თავის ცხოვრებაში აკეთებს და ახერხებს. ყოველთვის ადამიანურისა და ღვთაებრივის ერთობით ხერხდება, რომ სამყარო გახდეს სხვანაირი და ყოველთვის ეს აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, რომ გადადგას მართლაც არა ადამიანური ნაბიჯები ყველანაირი განსაცდელის დროს და წარმოუდგენელი განსაცდელიდანაც კი გამოვიდეს იგი, არა უბრალოდ გამოვიდეს, არამედ გამოვიდეს გამარჯვებული. ამიტომაც აი დღევანდელი დღე ნამდვილად ჩვენი ერისათვის, ჩვენი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მით უმეტეს რომ ილიაობის აღნიშვნა არ დაწყებულა როგორც ზოგიერთ წარმოუდგენია, რა არის ეცით ის დიდი გაღარიბება სულიერი, რომელიც ათეისტურმა ეპოქამ, მანამდე ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვამ და ამ ყველაფერმა გამოიწვია, ეს არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ თუ რაღაცა კარგად აღარ გვახსოვს, ეს ყოველთვის ასე იყო. არა, ილიაობის აღნიშვნა არ დაწყებულა ბოლო, თქვათ 30 თუ 40 წელიწადია ილიაობის აღნიშვნა არ დაწყებულა ილია მართლიდან, ილიაობის, როგორც აი ღვთაებრივი ძალისა და სულიერების და ღმერთის ერთგულების და ერის წინამძღოლობის დღესასწაულის აღნიშვნა საქართველოში ყოველთვის მის ყველა კუთხეში, დასავლეთში თუ აღმოსავლეთში, მთაში თუ ბარში, უძველეს დროიდანვე ძალიან ბევრგან და ძალიან აქტიურად დასტურდებოდა, ასე რომ ეს დღესასწაული არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის ერთ-ერთი საყვარელი და ძველი დღესასწაული, რომელიც ღმერთმა ინებოს, რომ მრავალჯამიერ აღნიშნოთ და მრავალჯამიერ მიულოცოთ ჩვენი ეკლესიის დიდ მამასა და დამსახურებულ მოღვაწეს. მართლაც განსაკუთრებულად მადლიანი დღე არის და პატრიარქის ღვაწლზე გვინდა რომ ვისაუბროთ, ბუნებრივია და დღევანდელი გადაცემაც დღეს ილიაობას ეძღვნება. გამოარჩია უფალმა განსაკუთრებული მისიისთვის ჩვენი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც უკვე აგერ 59 წელი მიმდინარეობს, რაც არის საჭედპყრობელი საქართველოს მართლმადებელი ეკლესიისა, თითქმის ნახევარი საუკუნე და ბუნებრივია მრავალმხრივ ღვაწლზეა საუბარი, უდიდეს ღვაწლზე, არ დარჩენილა სფერო, რომელიც არ არის აღბეჭდილი პატრიარქის უდიდესი მოღვაწეობით და ჩვენ თქვენთან გვინდა ვისაუბროთ მის
მასზე როგორც სულიერ მამაზე, ერის მამაზე, მასზე როგორც წინამძღოლზე საქართველოს ეკლესიისა და ის არ არის მხოლოდ სულიერი წინამძღოლი, მას ეროვნული წინამძღოლობის მისიაც აკისრია ამ წლების განმავლობაში, ალბათ დამეთანხმებით და აი თქვენ რომ გადმოგცეთ სიტყვა და უკვე ამ მიმართულებით გააგრძელოთ საუბარი. რა არის იცით ელისაბედ, როდესაც საუბრობთ ხოლმე იქ სულიერი წინამძღოლია თუ ფიზიკური ვინმე ეს გასაგებია რომ გარკვეულ მსოფლმხედველობას უკავშირდება როგორ წარმოუდგენია ადამიანს საერთო ცხოვრება და ურთიერთობა და რა ვიცი საკუთარი თავი. ერთი კი უსათუოა რომ როგორც არ არსებობს ცალკე სხეული და ცალკე სული ადამიანად, ასევე არ არსებობს ცხოვრება იმ თავისი სულიერი და მენტალური და მორალური ნაწილის გარეშე, რომლის წინამძღოლობა და რომლის გაძღოლაც იმ უდიდესი განსაცდელების ეპოქაში ნამდვილად ღვთისგანგებით წილად ხვდა მის უწმიდესობასა და უნეტარესობას. იგი ნამდვილად დიდი გამგრძელებელია იმ უზარმაზარი ჯაჭვისა, იმ საოცარი მემკვიდრეობისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მრავალჭირნახულმა ეკლესიამ და მისმა მამამთავრებმა იტვირთეს ჩვენი ერისათვის და ღვთისადიდებლად. მისმა უწმიდესობამ ნამდვილად განსაკუთრებით ცვალებად, განსაკუთრებით დაუდგრომელ ეპოქაში იტვირთა ის უმძიმესი ჯვარი და ერთიც უნდა ვთქვათ ალბათ, რომ ხშირად რა არის შეიძლება ადამიანი შეაქო, შეიძლება ადამიანი თახტაცებული იყო, შეიძლება ვიღაცას ადამიანი მოწონდეს ან არ მოწონდეს, მაგრამ ერთი არის, როდესაც ვიტყვით ვინმეზე, რომ იგი არის ეპოქალური პიროვნება და იგი ნამდვილად არის ეპოქალური პიროვნება, თუნდაც იმ დროიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, რა მსოფლიო მასშტაბით მართლა რა პერიოდში მოუწია მის უწმინდესობას და რა გამოწვევებთან მოუწია მას შეჭიდება და როგორ მოუწია მას ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის სახელის გატანა მსოფლიოს არბიელზე თუ საკუთარი ერისათვის როგორ იქცა იგი ხელახლა მისიონერად, მამხილებლად, ღვთისაკენ მომაქცევლად და მართლაც როგორ გამოვლინდა ერთ ადამიანში ღვთის ძალა, ამ თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერია ესეთი დიდ სიმაღლეზე ასული ადამიანი გარკვეულწილად არის მარტო. ამიტომაც, როდესაც ვინმეს მასშტაბზე და ვინმეს ეპოქალურობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ძალიან ძნელია ადამიანების უმრავლესობისათვის, ჩვენთვისაც, მეც ვიყო, ვინც არ უნდა იყოს, ბოლომდე გავიაზროთ ის ტვირთი, რომელიც მან ატარა. რადგანაც როგორც ხშირად მშობელი საკუთარ ღვიძლ შვილსაც კი ვერ აუხსნის და ვერ გაუმხელს რაღაცას, რისი გადატანაც მას უწევს, ხშირ შემთხვევაში ისევ შვილების საკეთილდღეოდ, ისევ ოჯახისა და მომავლის დასაცავად, ასევე მისმა უწმინდესობამ იტვირთა წარმოუდგენელი რაღაცეები. იგი არის ალბათ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მცოდნე და ინფორმირებული ადამიანი, რაც მომხდარა ბოლო ნახევარი თუ ერთი საუკუნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის თავს და ის არის მართლაც ჩვენი ქვეყნის ყველა და ჩვენი ხალხის ყველა ფენის, საზოგადოების ყველა ნაწილის, რომელიც არ უნდა იყოს იგი ინტელიგენცია იქნება თუ რომელი ნაწილიც არ უნდა იყოს ყველა ფენის მესაიდუმლე. მისი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც სპორტსმენი, არც მუშა, არც ხელოსანი, არ დარჩენილა ხელოვნების არც ერთი სფერო და სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება თუნდაც საეკლესიო ხელოვნების, თუნდაც საეკლესიო გალობის და თითქმის ყველა სფეროს აღორძინება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ბევრი გაგრძელება ჭირდება, ბევრი შრომა ჭირდება, მაგრამ იგი ნამდვილად ღვთისგანგებით იქცა ხელახალ მესაძირკვლედ საქართველოს ახალი ეკლესიის. და მაგალითად იმისა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს და გააგრძელოს შემდგომმა თაობამ, ამ ყველაფრის მოფრთხილება და შემდგომ ამ საფუძველზე დაშენება კიდევ უფრო თქვათ უკეთესი მომავლის თუ შეიძლება ასე ითქვას და როგორც უკვე აღნიშნეთ, საკმაოდ რთულ პერიოდში ჩაიბარა სწორედ დედა ეკლესია მისმა უწმინდესობამ და ის რაზეც თქვენ გამახვილეთ ყურადღება, რომ ყველასთან თანაბრად ბავშვთან ბავშვი იყო, პროფესორთან პროფესორი
და ასე შემდეგ და ნებისმიერი სპეციალობის ადამიანი არავინ არ დაუტოვებია ნამდვილად რომ არ შემოეკრიბა მას თავის გარშემო ხოლმე როგორ ახერხებს უწმინდესი რომ ყველასთან გამონახოს ეს საერთო და ყველა ატაროს უფლისაკენ მიმავალ გზაზე რომელიც ასე საკმაოდ რთული არის რომ ამ ხნის განმავლობაში ვინმე ვთქვათ არ გამოგაკლდეს და ვინმე არ აცდეს ასე ვთქვათ ამ სწორ სავალ გზას აი რამდენად რთული პერიოდი განვლო მისმა უწმინდესობამ და დღევანდელ დღემდე რა სახითაც მოიყვანა დედა ეკლესია ჩვენამდე ხომ აი როგორი იყო ეს პერიოდი და არა მხოლოდ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის არამედ მსოფლიო მასშტაბით ყველასათვის ძვირფასი და საყვარელი პიროვნება ბრძანდება. ნამდვილად ასეა და მთელი მსოფლიოს საქრისტიანოს შეეხო ეს ცვლილებები, რაც უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოხდა, რადგანაც შეიცვალა ზოგადად საზოგადოება, შეიცვალა თითქოს გეოგრაფია, შეიცვალა გადაადგილება, შეიცვალა ის გამოწვევები, რომლებიც ადამიანებს ჰქონდათ, შეიცვალა ხშირად საფიქრალი და თუნდაც დღევანდელი დრო რა საფიქრალებსაც სთავაზობს, ახალგაზრდა იქნება თუ მოხუცი, თუ ის სოციალური პრობლემები იქნება თუ რაც იქნება, ესეც რა თქმა უნდა არ გავს იმას, რაც საუკუნეების განმავლობაში თუნდაც ერთი თაობით უფროს ადამიანებს უწევდათ, რომ გადაეტანათ და გადაელახათ. ჩვენ ვერ ვიტყვით, რა თქმა უნდა, იმას, რომ ყველაფერი დავასრულეთ. ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ ყველაფერი გაკეთდა, მაგრამ რაც მთავარია და იგივე ჩემი თაობისთვისაც კი, რომლებიც რა არის ეცით აი უცნაური თვისება აქვს უწმინდეს თქვენ წეგან თქვით რომ იგი ბავშვისთვის ბავშვი იყო ყველა ასაკის და ყველა ცენზის ადამიანისთვის მისი თანასწორი იყო და ჩემი თაობის ადამიანებისთვისაც კი რომლებიც დაახლოებით 25-30 წლის წინ 20 წლის წინ შემოუერთდით ეკლესიას როგორც თქვა სტიქაროსნები სასულიერო პირები და ასე შემდეგ რომ გადავითვალოთ იგი იმ დროს უკვე იყო დაახლოებით 65-70 წლის და თითქოს და მას ასაკი არასოდეს არ აქვს. ყოველთვის ძალიან პროგრესული და ახალგაზრდა. იგი ყოველთვის არის ახალგაზრდა, ყოველთვის არის შენი თანატოლი, ყოველთვის არის შენი თანასწორი, ყოველთვის ფიქრობს მომავალზე, ყოველთვის იცის რა ხდება ქვეყანაში, ყოველთვის გძნობს შენს სატკივარს და გიგებს არა მარტო იმას, რაც იმ წუთას გაწუხებს, არამედ რაც შეიძლება ესეთი დაფარული საფიქრალი გაქვს რაღაცა და ზოგადად ადამიანს, რაც შეიძლება აწუხებდეს ცხოვრებისეულად. ამიტომაც აი მისი შრომა და მისი მრავალმხრივობა რომ დავფიქრდეთ, ვიღაცის ადგილას ხომ გვჩვევია ხოლმე თავის დაყენება და როგორ გინდა გააკეთო ეს ყველაფერი ისე რომ თან შეინარჩუნო აი ეს ხალისი. აი არის ხო ცნობილი გამონათქვამი, რომ მაჩვენე ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. მაგრამ არსებობს ამ გამონათქვამის თითქოს მეორე ნაწილიც, რომ მაჩვენე ვინ არის შენი მტერი და გეტყვი ვინ ხარ შენ. ანუ რამხელა მტრებს, რამხელა პრობლემებს ეჭიდები, იმის მიხედვითაც ფასდები, არა მხოლოდ იმითი, თუ რა ხალხთან ახლოს ტრიალებ და რომ წარმოვიდგინოთ თუ რა გამოწვევებთან მოუწია მის უწმინდესობას გამკლავებამ, რამდენი მიმართულებით მოუწია მას ფიქრმა, წეგან თქვენ თქვით, რომ მას, აი როგორ ვთქვათ, საშუალება არ ქონია, რომ მხოლოდ სასულიერო პირი ყოფილიყო. მას უწევდა ეფიქრა ყველაფერზე, სამეურნეო საკითხებზე, მშენებლობაზე, აი ყველაფერზე. მაშინ, როდესაც მისი ეს მრავალმხრივი ნიჭი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მიმართულებით საოცარ შედეგებს მოიტანდა და მოქონდა კიდეც, მაგრამ აი ადამიანმა, რომელმაც რო იტყვიან მართლა თავისი თავი გადადო, თავისი სიცოცხლე და მრავალწლიანი მოღვაწეობა გადადო იმისათვის, რომ სიყვარულით გადაერჩინა ჩვენი ხალხი და არაერთი თაობა წაქცევისგან, გულის გატეხვისგან და იგი ნამდვილად არის ნუგეში არაერთი ქართველისათვის და ყველა იმ ქართველისათვის და არა მარტო ქართველისათვის, უამრავი ქრისტიანისათვის მთელ მსოფლიოში, რომლებმაც არ იციან ხოლმე ზოგჯერ როგორ შეიძლება იყოს მტკიცე, როგორ შეიძლება ზოგჯერ იყოს სრულიად მარტო, მაგრამ აი ამ სიმარტოვეშიც კი იყო მართალი, არ დათმო ის მართალი პოზიცია და წლებთან ერთად დამტკიცდეს ის თუ რამ სიშორეზე იხედებოდი, რამდენად უფრო წინასწარ გრძნობდი და ხედავდი რაღაცას
და როგორ ცდილობდი თავიდან აგერიდებინა რაღაცა პრობლემა, რაღაცა განსაცდელი მთელი ქვეყნისათვისაც კი. და ჩვენ ვერ ვნახავთ მართლა ვერც ერთ მაგალითს, როდესაც მისი უწმინდესობა და მისი უწმინდესობის მამამთავრობის პერიოდში ჩვენი ეკლესია გახდა რომელიმე დაპირისპირების, რომელიმე შეურიგებლობის, შუღლის და ამ შემდეგ წამქეზებელი ან მიზეზი. ერთადერთი რაც ყოველთვის იტვირთა და დაივალდებულა ჩვენმა ეკლესიამ, რაც ყოველთვისაც ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს ერის შემკრების და გამაერთიანებლის ფუნქცია, ეს იყო ის, რომ ყოფილიყო ხალხს შორის ნამდვილად მშვიდობა და ყოფილიყო, რაც შეიძლება ჯანმრთელი ღვთისმადიდებლობა. ვინ როგორ გამოიყენა ეს, რა თქმა უნდა, უკვე ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ თუნდაც ამ თვალსაზრისით მისი უწმინდესობა ყოველთვის იყო ძალიან გახსნილი და იგი იყო ალბათ მთელი აი იმ თაობისათვის, რომელიც მასთან ერთად მოღვაწეობდა აქტიურად, ყოველთვის იყო და არის პიროვნება, რომელიც იყო ძალიან ღია და რომელთანაც ყოველთვის შეიძლებოდა ყველა თემაზე საუბარი. და გაჭირვებულებსაც და ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანებს ჰქონდათ მასთან მისთვის საშუალება. კი, მე მახსოვს, აი რაღაცა როგორ სტუდენტები ვიყავით, იგი ჩვენი რექტორი იყო მაშინ სასულიერო აკადემიაში, რაღაცა თემა წავიკითხეთ. მეც, სხვა რამოდენიმე ადამიანმაც, იქ სტუდენტებს ჰქონდა ხოლმე ამის საშუალება, რომ დილაობით შევხვედროდით მის უწმინდესობას და რაღაცა შენიშვნა მოგცა ყველას რაღაცა საკითხზე ამ ჩვენი წაკითხული თემებიდან გამომდინარე და როგორი იყო ის რომ რაღაც უბრალოდ სემინარიის აკადემიის სტუდენტები მას რაღაც ერთ შეეპასუხა, მე რაღაც მეორეში რაღაც დისკუსია გაიმართა ისეთი დისკუსია, რაც ამ გადმოსახედიდან რო უყურებ და ცოტა ისეთი გვერდითა თვალით რომ შეხედო მართლაც საკვირველია და როგორ მოყვებოდა იგი ჩვენ და როგორ გვემუსაიფებოდა ამა თუ იმ საკითხზე და გვემსჯელებოდა და ეს რა თქმა უნდა ყოველთვის არის თუნდაც ერთჯერადი ესეთი შეხება ამ მასშტაბის პიროვნებასთან არის ნამდვილად გამამდიდრებელი და ყოველთვის ესეთი სადამდეც სოციალური იქნება ადამიანი და გონება იქნება სიხარულის მომცემი. ნამდვილად მამარჩილ ჩვენ აქ ერთი თაობის ადამიანები ვსხედავთ პრინციპში და ალბათ მეხსიერების დონეზე ერთნაირად გვახსოვს ის მოვლენები რაც უკავშირდება პატრიარქს მეტნაკლებად რა თქმა უნდა მაგალითად აი მე მახსენდება ბავშვებისთვის დაწესებული დღე ქონდა უწმინდეს ეს იყო ორშაბათი დღე და პარაკლის აღავლენდა ხოლმე ამ დღეს და პატარები ვსხდებოდით აი კათედრასთან როდესაც ბრძანდებოდა უწმინდესი აი ქვემოთ თუ ხო სწორად ვამბობ და მახსოვს აი როგორ სიონში როგორი თვალებით უყურებდი პატრიარქს რაღაცა ის რაღაც სიხარულით გაოცებული და ყველა ბავშვი ასე იყო. ანუ, როდესაც საუბრობთ პატრიარქის მოღვაწეობის უდიდეს მასშტაბზე, აქვე უნდა აღნიშნოთ მისი პიროვნული ხიბლი უდიდესი. და ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამის გამოც, აი თავდაპირველად, ხო, მისი ქადაგებების გამო, მისი აი პიროვნების გამო მივიდა ეკლესიაში და ჩვენ გვექნება ასევე ინტერვიუების მოსმენის საშუალება ჩვენი გადაცემის მსვლელობისას და ბევრი ადამიანი ამბობს, რომ პატრიარქის პიროვნებამ გადააწყვეტინა მას სასულიერო გზაზე დადგომა. აი თქვენს მეხსიერებაში როგორ შემოვიდა პატრიარქი? ეს სწორედ ეს მინდა ვთქვა და მე მგონი ნაწილობრივ თქვი კიდევაც დღევანდელი საუბრის განმავლობაში, რომ ბევრი ადამიანისათვის პატრიარქი დღესაც არ არის ადამიანი. ის არის რაღაცა მისტიური საბურველით შემოსილი რაღაცა ისეთი ფიგურა, რომელსაც თითქოს და ვერ წვდები და რომელიც ცალკე სადღაცა უცხო პლანეტიდან მოვიდა. არა, პირველ რიგში ჩვენ სწორედ ეს უნდა გავიაზროთ, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც წარმოუდგენელი რაღაცები შეძლო თავისი თავდადებითა და მართლა ღვთის ძალით. და სწორედ იმ განწყობით, რომელზეც იგი საუბრობდა, რომ ადამიანურ ძალას უნდა ჩაენაცვლოს ღვთის ძალა და ღვთის ძალა შეაძლებინებს უკვე ადამიანს იმას, რასაც ადამიანი თავისი საკუთარი ძალებით ვერასოდეს ვერ შეძლებდა. ის რასაც მან გაუძლო, თუნდაც ის აი მაგალითად ცნობილი საგალობელი დავიღალე, რომელიც 2000-იან წლებში გახდა პოპულარული. ვინმე ახსენდება, როდის დაიწერა ეს საგალობელი? დაიწერა მისი პატრიარქობის პირველ თუ მეორე წელს. დასაწყისშივე, როდესაც ის ტვირთი მამამთავრობისა მან აიღო თავის ძლიერ მხრებზე. რაც თავარია, მან არავის
საზოგადოების არც ერთი ფენის ადამიანებს, აი დღეს ხშირად საუბრობენ ხოლმე სოციალურ ლიფტებზე, ვთქვათ, რომ როგორ შეიძლება სხვადასხვა ფენის ადამიანი გადადიოდეს, ვთქვათ, ერთი წრიდან მეორე წრეში, წინაურდებოდეს და ამ შემდეგ, აი მისი უწმინდესობის მამამთავრობის პერიოდში ეს საკითხი იყო ძალიან ასეთი საოცრად დარეგულირებული, როდესაც არც ერთი ფენის, არც ერთი წარმომავლობის ადამიანს მან უარი არ უთხრა მოსულიყო ეკლესიაში, ვინც არ უნდა ყოფილიყო, იგი მუშა იქნებოდა, მსახიობი იქნებოდა, თქვა ტექნიკური მიმართულების ფიზიკოსი თუ პროფესორი იქნებოდა თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო, ყველა მიმართულების ადამიანებს მან მიცა საშუალება მოსულიყვნენ ეკლესიაში და ერთი სულით, ერთი გულითა და ერთი გონებით ემოღვაწევათ ღვთისმსადიდებლად და ნამდვილად გაჩენილიყო ეკლესია, ყოფილიყო ეკლესია, განგვეცადა ეკლესია ისეთ სივრცეთ, სადაც ვტოვებთ ჩვენს რაღაცა პირობითობას და ყველა ვართ უბრალოდ დები და ძმები და ვართ ღმერთის შვილები, სადაც ბოლო-ბოლო ყოფილიყო ერთი სივრცე, სადაც ყველა ვართ თანასწორნი, რა თქმა უნდა, მოღვაწეობაში და ღვთისერთგულებაში და შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა, ერთმანეთის სიყვარულში და ილია მართლის ის ცნობილი ტრიადა ენა, მამული და სარწმუნოებაც სწორედ ამიტომ ამ განზრახვით იქნა და ამ დიდი გამჭრიახობით იქნა ჩანაცვლებული იმ მსგავსივე და ფაქტობრივად ანალოგიური ტრიადით, რაც ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. და როდესაც სოფო ბოდიში რაღაცას ამბობდი და ავტოკეფალის აღიარების საკითხსაც აუცილებლად რომ შევეხოთ, როდესაც საუბრობთ პატრიარქის ღვაწლზე, მხოლოდ ამაზე რო ვისაუბროთ, ალბათ და სხვა არაფერი გაეკეთებინა პატრიარქს, ესეც საკმარისი იქნებოდა, იმდენად დიდი მოვლენა არის საქართველოს ეკლესიის საყოველთაო აღიარება და ასევე პატრიარქის საერთაშორისო ავტორიტეტზეც რომ ბრძანოთ რამდენიმე სიტყვა, თქვენ აღნიშნეთ უკვე საუბრისას, რომ არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის წინაშე აქვს უდიდესი ღვაწლი, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ, რომელიც მოხდა მისი უწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსის დროს, ეს იყო უნიშნელოვანესი მოვლენა, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენი ადგილობრივი ეკლესიის ცხოვრებაში, ისე მსოფლიო ეკლესიისათვის, რადგანაც ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეკლესია არის ერთი განუყოფელი, ასეც უნდა იყოს და ესაა ჩვენი ლოცვის ერთ-ერთი პირველი სათავე და საღვთო მცნებაც უფალი ამას გვასწავლის პირველ რიგში, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთნი. მისი ლოცვა გეციმანიის ბაღში ჯვარცმის წინ პირველ რიგში ამას ეხება, რომ მამაო იყვნენ ისევე ერთნი, როგორც მე და შენ ვართ ერთნი, ანუ განუყოფელი ერთობა და ერთგულება უნდა გქონდეს ქრისტიანებს. ამიტომაც მსოფლიო ეკლესიის ერთიანობის და სიმტკიცის ამოცანა ეს არის ყოველი ქრისტიანის და მით უმეტეს ყოველი ეკლესიის წინამძღოლის ასეთი პირველადი მოვალეობა და მისი უწმინდესობა ყოველთვის იყო აი ამ სწორედ დიდი ერთიანობის და მსოფლიოს ადგილობრივ ეკლესიათა შორის ურთიერთობის მშვიდობიანი და დაბალანსებული ურთიერთობის უდიდესი მოღვაწე. მამარჩელ, ალბათ დამითანხმებით და ისევ ალბათ თქვენს დამითანხმებით, რომ თავისთავად მისი უწმინდესობის ცხოვრება ერთი დიდი მაგალითია ყველასათვის თავისთავად თუ როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი და ზოგადად ადამიანი. თქვენ როგორც სასულიერო პირი როგორ გამოარჩევდით რა ნიშან-თვისებებს და ის რაც ყოველთვის გახსოვთ თუ როგორი უნდა იყოს სასულიერო პირი, რა არის ის ძირითადი შტრიხები და მაგალითები, რაც გახსენდებათ, რომ ამ გზას უნდა გახვეთ და ასეთი უნდა იყოს სულიერი მოწყვლარი. გონიერი, მოსიყვარულე, მომთმენი, დაკვირვებული, მომსმენი. რა არის იცით პატრიარქი ძველ სასულიერო პირს აქვს ნათქვამი, რომ გვარიგებდა ხოლმე, რომ თქვენო დურგლებიც უნდა იყოთო, ფეხსაცმლის მკერავებიც, საპოჟნიკებიც, ბუღალტრებიც, ყველაფერი უნდა იცოდეთო, ყველა ადამიანის უნდა გესმოდეთო და იმდენად მრავალმხრივია სასულიერო პირის მოღვაწეობა. თან რა არის იცით, აი როგორც უფალი ბრძანებს, მე ვარ ანი და ჰოე, ანუ დასაწყისი და დასასრული. ასევეა ხოლმე ეს მსახურებაც ხშირ შემთხვევაში, რომ ერთის მხრივ შენ ხარ ადამიანების მსახური და კაცთა მსახურად და მოსამსახურად დაგადგინა უფალმა, მაგრამ მეორეს მხრივ
მხოლოდ ღვთისმსახური ხარ და ვერავინ ვერ იქნება, ვერავის წინაშე ვერ იქნები ანგარიშვალდებული. ამიტომაც აი ეს ორმაგობა, რომ ზეცისაც ახარ და მიწისაც, ეს რა თქმა უნდა გამოჩნდეს ყოველი სასულიერო პირის ცხოვრებაში და მით უმეტეს, როდესაც სასულიერო პირი არის პირველი იერარქი, მამამთავარი და არის ყველა მისი სულიერი შვილის დიდი მაგალითისა და ნუგეშის მივცემი და ღმერთმა მრავალი წელი და ჯანმრთელად და მშვიდობით შეაძლებინოს მის უწმინდესობას ეს კიდევ. ამინ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. ვილოცავთ რა თქმა უნდა ჩვენს პატრიარქს ილიაობას და კიდევ მრავალჯერ გვექნება დღევანდელი გადაცემის მსვლელობისას ამის საშუალება. ყოველწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ ხაჩიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათი მოახლოვდა, ერთად აღვავნოთ უფლისადებელი ლოცვა და შემდგომ უკვე დაგებრუნდებით გადაცემის მსვლელობით, რა თქმა უნდა, სიუჟეტებით, ჩართობით, ასე რომ არ გადართოთ არჩი ჩვენთან ერთად. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხურომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანომე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი
და ყოვლად დასაწველი მაშინ შესწირნე საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ალილუია 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო გრძელდება ერთსულოვნების დილა, როგორც იცით, დღეს ილიაობაა და მის უწმინდესობას კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოგზაურებით და მოწიწებით ულოცავთ ანგელოზის დღეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათურლების გუნდის წევრები მის ხელმძღვანელთან ლოტმარ მაია მიქაბერიძესთან ერთად იმყოფებიან აჭარაში, კერძოდ ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში. ისინი კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით ზაფხულის ცხელ დღეებს სწორედ იქ ატარებენ და ახალგაზრდებმა გამოგგზავნეს მათი სურვილები, მათ ჩაწერეს ვიდეო მიმართვა და ასევე რა თქმა უნდა მოვისმენთ მუსიკალურ ნომერსაც ნათურლების შესრულებით. ულოცავ ჩემს უსაყვარლეს ნათლიას თავისი ანგელოზის ხსენების დღეს. ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს ჯანმრთელობას, რომ კიდევ დიდხანს ისმინოს ქართველმა ერმა მისი ლოცვა კურთხევა და ასევე მისმა ნათურლებმაც. ჩვენი გუნდის სახელით მინდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ჩვენს ნათლიას მივულოცოთ თავისივე მფარველის ხსენების დღე.
მადლობას გიხდით მრავალწლიანი სულიერი მფარველობისთვის, იმ ღვაწლისთვის, რასაც თქვენ იღებთ და იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ გჩუქნით. მადლობა, რომ აი ეს მშვენიერი შესაძლებლობა მოგვეცით, რომ ზაფხული ესეთ მშვენიერ ადგილას გაგვეტარებინა. ძალიან გვიყვარხართ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს პატრიარქის ნათლულთა გუნდის სახელით ულოცავ თავისივე მფარველის წმინდა ილიას ხსენების დღეს. უსრულებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს და ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ხნით მფარველობას. დიდ მადლობას ვუხდი ამ მშვენიერი შესაძლებლობისთვის, რომ ზაფხული აქ გაგვეტარებინა და დაგვესვენა და ვიმედოვნებ, რომ კიდევ დიდხანს ჯანმრთელად და ბედნიერად გვეყოლება. თქვენო უწმინდესობა, გილოცავთ თქვენი მფარველი ანგელოზის ხსენების დღეს. შეგეწიოთ და გფარველეთ ყოველი ანგელოზი. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. მინდა რომ კიდევ მრავალი წელი იყოთ ჩვენი ქვეყნის სულიერი წინამძღვარი. უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ულოცავთ მფარველი ანგელოზის დღეს. უსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. ვულოცავთ უწმინდესობას მისი მფარველი ანგელოზის დღეს ჩვენი გუნდის პატრიარქის ნათლულების მომღერალ მგალობელთა გუნდის სახელით. მადლობა მინდა გადაუხადოთ განსაკუთრებულად იმ ბედნიერი ზაფხულისთვის, რასაც ჩვენ ვატარებთ აქ ბობოყვათის რეზიდენციაში. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. მოვისმინეთ მილოცვები პატრიარქის ნათლულების გუნდის წევრებისგან, ასევე ქალბატონი მაია მიქაბერიძე ლოტბარი ულოცავდა მის უწმინდესობას და როგორც უთხარით მაყურებელს, ისინი ახლა იმყოფებიან ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში, სადაც ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს და ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას, როგორც უკვე გითხარით, დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინება, წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენეპისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ღვთისმსახურება დაიწყება 10 საათზე და ასევე რა თქმა უნდა სადღესასწაულო წირვები ტარდება ყველა მოქმედ ტაძარში საქართველოს მასშტაბით. ჩვენი ჟურნალისტი იმყოფება სამების საპატრიარქო ტაძარში ახლა. ნინო გელაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში სწორედ სამების საპატრიარქო ტაძრიდან. დილამშვიდობისა ნინი, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დილამშვიდობის. ნინი გესმით ჩვენი? სოფო ელისაბედ დილამშვიდობისა გილოცავთ დღევანდელ დღეს, მიულოცავ ჩვენს მაყურებელსაც და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩვენს უწმინდეს მიულოცავ ანგელოზის დღეს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით და ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა დღეგრძელ სიცოცხლეს. ჩვენ ახლა როგორც ხედავთ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ვიმყოფებით, სადაც 10 საათზე საღვთო ლიტურგია დაიწყება, რომელსაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ნელ-ნელა მრევლი იკრიბება და მიმდინარეობს მზადება სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიისთვის. ჩემთან ერთად ახლა არის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი. მამა იოანე, მოგესალმებით და თქვენც მოგილოცავთ რა თქმა უნდა დღევანდელ დღეს. უპირველესად ილიაობის დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ რომ გითხრათ და შემდეგ უკვე თქვენი სურვილები პატრიარქისადმი, ესეც რომ გაგვიზიაროთ. და ილია წინასწარმეტყველის და წმინდა ილია მართლის ხსენების დღესასწაულს ულოცავ სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ულოცავ ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც 1957 წლიდან, როდესაც ბერად აღიკვეცა ირაკლი შიოლაშვილი, ატარებს ამ ძალიან დიდებულ და გამორჩეული წმინდანის სახელს ილიას და ულოცავ ჩვენს უწმინდეს და ანგელოზის დღეზე ყველა ილიას, ვისაც ილია ქვია, ღმერთმა დაალოცოს და შეეწიოს მათი მფარველი წმინდანი. დიდი მადლობა მამაო. მე ახლა დროებით დაგემშვიდობებით და სულ ცოტა ხანში კვლავ ჩართვით დაგიბრუნდებით. ნინი, ძალიან დიდი მადლობა, მადლობა მამა იოანეს და როგორც გითხრა ნინი, გადაცემის მსვლელობისას ჩვენ რამდენიმე ჩართვა გვექნება სამების საპატრიარქო ტაძრიდან, სადაც სადღესასწაულო წირვა 10 საათზე იწყება და ახლა ჩვენ საქართველოს გვაქვს საშუალება რომ სხვა მილოცვებიც მოვისმინოთ და გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს. საქართველოს ეკლესიის მწყემსთავარს ილიაობას ულოცავს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სამეცნიერო საბჭო პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები ჩვენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მილოცვის ტექსტს უცვლელად შემოგთავაზებთ. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები, უდიდესი მოწიწებით, პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ანგელოზის წმინდა ილია თესბიტელის ხსენების დღეს, ილიაობას. ღმერთმა ინება რომ 48 წლის წინ აემაღლებინა თავისი რჩეული სრულიად ახალგაზრდა მღვდელმთავარი საქართველოს უძველესი სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი
ეკლესიის საპატრიარქოს საღდარზე, რამაც დიდი სიხარული და განსაკუთრებული იმედით აღავსო მთელი ქართველი ერი. მიუხედავად უმძიმესი ჟამისა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უდიდესი ძალისხმევის, ღვთისა და ერის წინაშე დაუცხრომელი მსახურებისა და პირადი თავგანწირვის ფასად შეძლო ჭეშმარიტი რწმენის აღორძინება და ეკლესიის მაცხოვნებელი წიაღისგან გაუცხოებული საზოგადოების კვლავ ამ წიაღისკენ შემოbrunება. მისმა სულიერმა ხედვამ მოიცვა საეკლესიო მოღვაწეობის ყველა მხარე, რაც გულისხმობს საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის საყოველთაო აღიარებას, სამონასტრო ცხოვრების აღორძინებას, უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლების დაფუძნებას, ეპარქიების გამრავლებას, მათ შორის უცხოეთშიც. საგამომცემლო საქმიანობის ახალ სიმაღლეზე აყვანას ძველი ქართული საეკლესიო გალობის განახლებას, საეკლესიო არქიტექტურის, ტიხრული მინანქრისა და ზოგადად საეკლესიო ხელოვნების განვითარებას. ყოველივე ზემოთქმულთან ერთად განსაკუთრებით ხაზგასასმელია პატრიარქის განსაკუთრებული წვლილი ქართველი ერის დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების საქმეში. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ მისი უწმინდესობის ეპოქა ყველაზე არსებითად ხასიათდება უჩვეულო აღმშენებლობით და ერის სულიერი ამაღლებით. სწორედ პატრიარქ ილია მეორის უდიდესი მოღვაწეობის შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს წმინდა ეკლესიას დაებრუნებინა ის განსაკუთრებული ავტორიტეტი, რასაც იგი განიკუთვნებდა უძველესი დროიდანვე. დღეს მთელი ქართველი ერი გამთლიანებულია პატრიარქ ილია მეორის პიროვნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით და მოწიწებით. ასევე უდიდესია მისდამი პატივისცემა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, რაც ნათლად წარმოაჩენს მის განუზომელ ღვაწლს არა მხოლოდ ჩვენი ერის და ეკლესიის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე. ღმერთმა მიხმადლოს საქართველოს უწმინდეს პატრიარქს სულიერი მხნეობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ერის საკეთილდღეოდ. ღმერთმა ინებოს, რომ პატრიარქის მიერ ღვთისადმი აღვლენილი წმინდა ლოცვა, რაც შეიძლება დიდხანს იყოს შემწე და მფარველი ღვთივკურთხეული ქართველი ერისა, ეს იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მილოცვა და ჩვენ ტექსტი უცვლელად შემოგთავაზეთ. ჩვენი გადამღები ჯგუფი კი სტუმრობდა პატრიარქის მშობლიურ კუთხეს და გთავაზობთ ვიდეო კოლაჟს, სადაც მოვისმენთ სასულიერო პირების მილოცვასა და სურვილებს უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიმართ. ნახოთ კოლაჟი. ჩვენ ვიმყოფებით უწმინდესის მშობლიურ სოფელში, სოფლის ნოში. მადლობა უფალს, რომ მოგვეცა იმის საშუალება ჩვენი სიყვარული გამოვხატოთ ჩვენი უწმინდესის მიმართ. მისი მშობლიური სოფლიდან სნუდან მივულოცოთ აგელოზის დღე. ხშირად სიტყვები არ არის საკმარისი გზნობების გამოსახატავად. ჩვენო პატრიარქო გილოცავთ აგელოზის დღეს. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით. მინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით ღმერთმა მოგმადლოთ ძალა, დღეგრძელობა და მხნეობა. ყოველი თქვენი სიტყვა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო. ღმერთმა არ მოგვაკლოს თქვენი ტკბილი ხმა და ლოცვა გურთხევა. მადლობა უფალს, რომ საქართველოს ასეთი პატრიარქი ყავს. მადლობა თქვენ ჩვენო პატრიარქო. თქვენი უწმინდესობა, თქვენი მშობლიური კუთხიდან, ხევიდან და თქვენი საყვარელი სოფლიდან სნოდან გილოცავთ ანგელოზის დღეს. თქვენ შექმნით ეპოქა და ისტორია. თქვენ ხართ ღირსეული შთამომავალი იმ დიდი პატრიარქებისა და დიდი წინაპრებისა, ვის ნაკვალევსაც გიწევთ სიარული. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ვართ თქვენი თანამედროვეები და ჩვენ გვიწევს თქვენი
ხელმძღვანელობის ქვეშ მსახურება. შეუფასებელია ის ღვაწლი ეკლესიის და ერის წინაშე, რაც თქვენ გასწიეთ. მრავალჟამიერ თქვენს პატრიარქობას. სნოში ხშირად ჩამოვზანდებოდა უწმინდესი სოფელში და მაშინ შევხვდით, ახლა მთელი ეპარქია იკრიფებოდა და უდიდესი დღესასწაულის ტოლფასი იყო უწმინდესი ჩამოვზანება და აი ახალი ჩამოსული ვიყავი და მაშინ ნახე პირველად უწმინდესი პირადად და დაუგლოცა. შემდეგ პერიოდულად მობრძანდებოდა ყოველ ზაფხულს რამოდენიმეჯერ. 2011-ში გაიხსნა ეს ტაძარი სექტემბერში და მანამდე სანამ იკურთხებოდა, უწმინდესმა აკურთხა უშუალოდ, გამოაგზავნა ეს ხატები. უშუალოდ მისი დაწერილი არის წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის ხატები არის. მთელი გულით უსურვებ პატრიარქ ჯანმრთელობას. აი მართლა მიწიერი სიხარულით არის დაწვილი, მაგრამ საღვთო სიხარულით არის ახსილი. და ჯანმრთელობას უსურვებ, რა თქმა უნდა. ერის მამა არის მისი მოთმინებით და მისი მორჩილებით იცავს უფალი საქართველოს. ჩვენს უწმინდეს ულეცავ ანგელოზის დღეს და რაც ყველას გვინდა და მე პირადად დიდად გვინდა რომ დიდხანს სიცოცხლეს. და მეთმად მისი თავი გვიმყოფოს დიდხანს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა საქართველო და ყველა ქართველი ულოცავთ პატრიარქს. მეთმად დიდხანს ჩვენთან ერთად ამყოფოს. პირველად პატრიარქს შევხვდი ფერისცვალების მონასტერში მივედი პირველად და დედა მარიამ იღუმენია მარიამ მიქელაძემ ჩამიყვანა საპატრიარქოში. მე ვიდექი და ზურგს უკან ვიდექი და უცებ შემოტრიალდა და თქვენ რამდენი წლისა ხართ ესე მკითხა და აი ეს პირველი რაღაცა მოხდა თითქოს აი რაღაცა არ ვიცი ძალიან დიდი იყო. აი ხაც მიჭირს რომ ვერ ვიტებ იმ სიყვარულს რაც მაშინ განიცადე და მე პატრიარქმა თავარი გვასწავლა როგორ უნდა ემსახურო ღმერთს და ადამიანს. რა ვიცი ძალიან ისეთი გრძნობა არის რომელსაც ესე ვერ იტყვი. ძალიან დიდია. ჩემთვის არის სიმდაბის მაგალითი, სიყვარულის მაგალითი და არ ვიცი ყველაფერს ისე ვერ ვაკეთებ როგორც დაგვარიგა, მაგრამ ვცდილობ. და მთავარი მის სიტყვები სულ მახსოვს რომ არასოდეს შეგეშინდეს. ღვთის მადლით ყველაფერი კარგად იქნება და ვცდილობთ. თქვენო უწმინდესობა გილოცავ ნერვიულობ ძალიან. რომ ის გამახსენე. გილოცავ მთელი სიყვარულით. დიდი ხანი გვიმყოფოს ღმერთმა თქვენი თავი, მრავალჟამიერ და გვიყვარხარ ჩვენო პატრიარქო. დაახლოებით 15-20 წელია რაც ვიცნობ პატრიარქს. მქონდა ბედნიერება მასთან შეხვედრის. სნოში, როდესაც ჩამობრძანდებოდა ხოლმე პატრიარქი, იმ პერიოდისათვის მეც ჩამოვდიოდი თბილისში და მაშინ თბილისში ცხოვრობდი. ეხლა რომ ვიხსენებ იმ ბედნიერ, მართლა ბედნიერი წუთები იყო და ჩემი ცხოვრების ბედნიერი დრო. დიდი სიყვარულით ულოცავ ჩვენ პატრიარქს თავის ანგელოზის დღეს. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, ჯანმრთელი ბედნიერი მთელი საქართველოს საკეთილ დღეო და ჩვენი ეკლესია მონასტრების საკეთილ დღეო. საოცრად ემოციური სიუჟეტი ვნახეთ ახლა როგორი ემოციებით ულოცავენ დედები, სასულიერო პირები მის უწმინდესობას, ილიაობას და შევახსენოთ მაყურებელს რომ ეს სიუჟეტი არის გადაღებული პატრიარქის მშობლიურ კუთხეში, ხევში, რაც განსაკუთრებულად სასიხარულოა და ჩვენს გადამღებ ჯგუფს რა თქმა უნდა მადლობა უთხრათ.
ძალიან იშრობეს ნამდვილად დღევანდელი დღისთვის და საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და ეპარქიაში ჩავიდნენ რომ სპეციალურად მოემზადებინათ სიუჟეტები და სწორედ ერთ-ერთი ასეთი სიუჟეტი შეგვიძლია ახლა შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს. ჩვენი გადამღები ჯგუფი სტუმრობდა გურიას, კერძოდ ჩოხატაურში ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერს. მათ მთელი დღე გაატარეს დედებთან ერთად და სიუჟეტიდან უფრო ცლად შევიტყობთ მათი იქ სტუმრობის შესახებ და რა თქმა უნდა ეს სიუჟეტიც ეძღვნება სწორედ დღევანდელ დღეს ილიაობას ვნახოთ. თქვენ ახლა იმყოფებით ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერში. წამობძანდით, ავიდეთ ტაძარში, უძველესი ტაძარი მოვილოცოთ და ტაძრის სიწმინდეები. თანამედროვე კვლევებით დადასტურდა, რომ ტაძარი არის მე-19 საუკუნის. აქ არის აღმოჩენილი ბერების მიერ კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბული და სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო ბერების განმარტოებისთვის. ტერიტორიაზე ასევე ნაპოვნია პატარა ქვევრის ნაწილი, რაც ცხადყოფს, რომ აქ მოღვაწე ბერები მევენახეობა, მეღვინეობას აწარმოებდნენ. მოგეხსენებათ, რომ იყო შამინგრევის და ულმობლად ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებს და აქ დავანებულ სიწმინდეებს. არის გადმოცემა, რომ აქ დაუნგრევიათ სამრეკლოც და თვითონ ტაძარი დიდება უფალს მთავარანგელოზებმა დაიფარა და ასე გადაურჩა ნგრევა. 2006 წლის 19 სექტემბერს მთავარანგელოზი მიქაელის სასწაულის ხსენების დღეს შემოქმედებელმა მიტროპოლიტმა იოსებმა აქ აკურთხა დედათა სავანი. თავდაპირველად მხოლოდ მე წამოვედი, რამოდენიმე გოგონა მახვდა და აქვე ტაძრის მინაშენში დავიდეთ ბინა. მალევე პირველი მორჩილი შემოგვიერთდა. დღეს მონასტერში 20 მონაზონი ცხოვრობს, მორჩილები და მადლობა ღმერთს გამრავლდა მონასტერი. მთავარი ტაძარი არის მთავარანგელოზთა სახელობის და აქვე არის მინაშენი, რომელიც 3 მინაშენი აქვს სულ ამ ტაძარს და 4 საკურთხეველია შესაბამისად და ისტორიული არქივებიდან აღმოჩნდა, რომ მთავარი ტაძარი არის მთავარანგელოზთა სახელობის, როგორც ჩვენთვის იყო ცნობილი და გვერდზე არის დედა ღვთისმშობლის სახელობის, წმინდა ნინოს სახელობის და მეუფე ბრძანა მეოთხე საკურთხეველი ყველა წმინდანის სახელზე რომ იკურთხოს. ტაძარი გამოირჩევა თავისი არქიტექტურით. ჩვენი ეკლესიისთვის დამახასიათებელი სიმრგვალე, რომელიც იყო ტაძრებში გავრცელებული, ეს ჩვენს ტაძარს არ ახასიათებს. ესე იგი, შესაბამისად მას არც კონქი აქვს და არც აბსიდი. გურიაში ეს ერთადერთი ტაძარია, სადაც შემონახულია კანკელის ეს უძველესი ფორმა, რომელიც ამშვენებს დღეს ერკეთის მონასტერს. აქ არსებული ფრესკები, აი უნიკალური ფრესკები, პილატეს ხელის დაბანა, თომას გვერდის განხილვა, იუდას ამბური, არის მე-11-13 საუკუნის. და ამ ფრესკების მიღმა აღმოჩენილი იქნა ეს უძველესი ქართული ორნამენტები, რაც ცხადყოფს, რომ ტაძარი არის უფრო გვიანდელი პერიოდის და თან ეს ორნამენტები არის განთავსებული სწორედ იმ უძველეს ადგილას, როგორც ხდებოდა ადრე წირვალოცვა და როგორც მიმდინარეობდა. ძირითად სიწმინდეს წარმოადგენს მთავარანგელოზი მიქაელის ხატი. როცა ტაძარი და მონასტერი გაიხსნა და ჩვენ მოვედით, ხატი იყო ძალიან სავალალო მდგომარეობაში. აქვე იყო. აი ხატი ასეთ მდგომარეობაში იყო. და ეს ხატი აქვე იყო დაბრძანებული მაშინ კანკელზე. და არის გადმოცემა, რომ თითქოს აქაურ მკვიდრს შუაზე გაუპია ხატი, მას არ ქონდა შიში, ძალიან დიდი განსაცდელით დატრიალებულა შემდეგ მის ოჯახში. აქვე ისვენებდა ერთი ადამიანი, რომელთანაც ღვთაებრივი სილამაზის ჭაბუკი მივიდა და უთხრა, რომ ამოსულიყო საყდარში და აღმადგინეო.
და ვერ მიხვდა ეხლა საკმაოდ შეშინებული ჩოხატაურის მოძღვართან ერთად ამოსულა და რომ შეხედა ხაც მან შეიცნო რომ სწორედ ეს იყო ის ღვთაებრივი სილამაზის ჭაბუკი რომელმაც ხატის აღდგენა დაავალა. დიდება უფალს 2 წელი უკეთდებოდა თბილისში ხატს რესტავრაცია და შემდეგ ჩვენ დაგვიბრუნდა ხატი სრულიად აღდგენილი ორმაგი კაკლის ჩარჩოთი შემკული. აი ამ პერიოდის ხატს ეკუთვნის ეს ღვთისმშობელი, რომელიც კანკელს ამშვენებდა და არქივებიდან აღებულ ფოტოებში ჩანს თუ როგორ იყო კანკელზე ხატები დავძანებული დედა ღვთისმშობლის და მთავარანგელოზი მიქაელის ხატი და დედა ღვთისმშობლის ხატი უფრო სავალალო მდგომარეობაში იყო, აი სულ ჩამოტეხილი იყო. როცა აღდგა უკვე მთავარანგელოზი მიქაელის ხატი ჩვენ შევბედეთ იმ ოჯახს, მივაბრძანეთ მასთან ჩვენი ღვთისმშობლის ხატი და შევევედრეთ რომ იქნებ ხელი მოეკიდათ ამ ხატისთვის და მათ რო შეხედეს ჩვენ ამას ვერაფრით ვერ აღვადგენთო ისეთ მდგომარეობაშია ხატი და მივანდეთ უფალს დედა ღვთისმშობელს და მადლობა ღმერთს აი რაღაც თვითონ დაიწყეს ხატის აღდგენა ნელ-ნელა ეტაპობრივად და 12 წლის შემდეგ მონასტრის გახსნის 15 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დამირეკეს რომ ჩვენ დავასრულეთ თქვენი ხატის ანუ ერკეთის დედა ღვთისმშობლის ხატის აღდგენა და დაუბრუნდა მის ისტორიულ ადგილს. 2006 წელს აქ არსებულ ფრესკებს გაუკეთდა კონსერვაცია ფონდი ქართუს მიერ. სწორედ იმ წელს გაიხსნა აქ დედათა მონასტერი და შემდეგ უკვე ტაძარს გაუკეთდა სრული რეაბილიტაცია. ძეგლთა დაცვის წარმომადგენლები მოუბრძანდნენ ჩვენთან, გაკეთდა შესაფერისი პროექტი და მთლიანად მოხდა ტაძრის სახურავი შეიცვალა, რაც იყო აი ქვების აღდგენა, სადრენაჟო სისტემა მოეწყო. ამან გამოიწვია ის გამოშრა ტაძარი. ადრე თუ ნესტით იყო ეს ფრესკები გაჯერებული და თანდათან ეს მერე იწვევდა ამ ფრესკების ცვენას და მოშლას. შემდეგ გამოშრა ტაძარი და აი ამ გამოშრობის შედეგად შემდგომ პერიოდში კიდევ დასჭირდა უკვე ხელმეორედ და კიდევ შესრულდა მადლობა ღმერთს ამ ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ გაუკეთდა კონსერვაცია. უბნებს სადაც საჭიროებდა. ჩვენი დიდი სურვილი იყო რომ ჩვენთან მობრძანებულიყო ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის წმინდა მთიდან და მადლობა უფალს რომ ინება ღვთისმშობელმა ჩვენთან მობრძანება მაცხოვრის ხატი ასევე ათონის წმინდა მთაზე იგივე სახელოსნოში დაიწერა. ასევე ათონის წმინდა მთაზე დაიწერა მსწრაფ შემსმენელი ღვთისმშობლის ხატი. აი ესეთი უძველესი ხატები, რომელიც 90-იან წლებში გაქონდათ საქართველოსთან, გავიგო ერთ-ერთმა ქველმოქმედმა ადამიანმა, ჩვენმა ჩოხატაურელმა, მან გამოისყიდა ეს ხატი და შემდეგ შემოსწირა ერკეთის მონასტერს. აი ნახეთ ეს უძველესი ხატები ოჯახებიდან მოაბრძანეს. თავდაპირველად გახსნილი იყო მონასტერი და მეუფემ 3 წმინდანის ილია მურომეცის, დამიანე მკურნალის და ნიკოდიმ მესეფისკვერეს წმინდა ნაწილები გადმომცა. ჩვენ მონასტრულ ცხოვრების გზაზე ეწინამძღვრა ამ წმინდანებს და ისეთი მადლი პოვა ამ წმინდანების შემობრძანებამ, რომ ძალიან გაგვიმრავლდა სიწმინდეები, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის, სამი დიდი მღვდელმთავრის. აქ ხატი არის, რომელიც კალისტრატე წმინდა პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის ნაქონი ხატი არის. აქ არის სანაწილი 1870 წელს ჩამოუბრძანებიათ იტალიიდან, მას თავის სერტიფიკატიც აქვს და აქ არის მოციქულთა წმინდა ნაწილები ჩაბრძანებული. აქ მოღვაწე ბოლო სასულიერო პირს ცეცხლაკიდებული სახარება ჩაუქრია წყლით და დაუბარა შვილიშვილს, მაშინ მოიბრძანებია ტაძარში, როცა არ იქნებოდა სახარების განადგურების საშიშროება. მოგეხსენებათ, ულმობლად ანადგურებდნენ ეკლესია მონასტრებში დავანებულ სიწმინდეებს და მადლობა ღმერთს არც ერთი გვერდი არ აკლია სახარებას. 1989 წელს 9 აპრილის შემდგომ პერიოდში მისი უწმინდესობა ჩამობრძანდა ჩოხატაურში. ის მიბრძანებულა
9 აპრილს დაღუპული ნინო თოიძის საფლავთან მის მშობლებს ნუგეშისცა და მან მოილოცა შემდეგ ერკეთის დედათა მონასტერი. და მე მიყვებიან რომ ეხლა უკვე დიდი ქალბატონები რომ ჩვენ პატარები ვიყავითო მაშინ და ყვავილებით ხელში ვეგებებოდით რომ ის უწოდ გზებზე იდგა ბავშვები სკოლის მოსწავლეები. აქ არანაირი ნაგებობა, დამხმარე ნაგებობა ტაძრის ეზოში არ არსებობდა. პირველი ნაგებობა, რომელიც ეს პატარა სახლი, გადავედით იქ პატარა 4 ოთახი მოვაწყვეთ, თავისი პატარა მისაღებით, ზემოთ სასტუმრო ოთახი და ასე თანდათან გაიზარდა ეს მშენებლობა და აი უკვე 2008 წელს დაიწყო ეს დიდი საცხოვრებელი ადგილობრივი მკვიდრი არის ნიკოლოზ შაქარიშვილი, რომლის სრული დაფინანსებით ეს დიდი კომპლექსი აიგო. მადლობა უფალს თითოეულ ადამიანს აქ მობრძანებულს ერთი სანთელიც რომ აანთო ადამიანმა ის უკვე ჩვენ ამ მონასტრის გულშემატკივარია, თითოეული ამაგი აქვს უკვე ამ მონასტერზე და ყველას ძალიან დიდი მადლობა. 2014 წლიდან არის ყოველდღიური მსახურება, ყოველდღიური წირვები და აქ ამობრძანდება მამები ჩვენი ეპარქიიდან. ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის ლოცვა და შრომა. ყველა მონაზონს თავისი პირადი მორჩილება აქვს. მესტუმრეობა, ხელსაქმე, დედაო ჩვენი ერთ-ერთი სეფისკვერს აცხობს, მებაღეობა, ბოსტანი, მესაქონლეობა, ტრაპეზის გამზადება. აქ არის მონასტერთან არსებული საოჯახო ტიპის ძველი ნივთების მუზეუმი. აქ არის წარმოდგენილი ოჯახები და შეგროვებული თითოეული ძველი ნივთი. შეიძლება შევხვდეთ ძველ ნივთებს, აი შუა პერიოდის ნივთებს, რომელიც დღესდღეობით ისტორიას ქმნის. აქ არის წარმოდგენილი ყველაზე დიდი სიძველე, რაც მონასტერში არის, ეს არის ვაზის კარები, რომელიც წარმოადგენდა მთავარი ტაძრის მთავარი კარები იყო. ხვდებით საოჯახო ნივთებს, ჭურჭელს, ვისაც რისი საშუალება ჰქონდა ოჯახებიდან ისე შემოწირეს მთელი გულით, რომ ლამაზებინათ, დაემშვენებინათ ეს მონასტერი და გაეძლიერებინათ. აი როცა მონასტერში შემოდიან მომლოცველები, დედაოს უკურთხევით, ეს არის მონასტრის ერთ-ერთი მორჩილება, რომ მოილოცონ ტაძარი, აუხსნათ აქ არსებული სიწმინდები, ტაძრის ისტორია და დავათვალიერებინოთ ეს მუზეუმი. მონასტერი რო გაიხსნა, იყო საუბარი საყოფაცხოვრებო წყაროზე. მოსახლეობამ გვითხრა ამ წყლის შესახებ, მაგრამ იმდენად მცირე რაოდენობით მოდიოდა, რომ აზრი არ ქონდა ამ წყლის გაყვანას მონასტერში. მაშინ მოგვიყეს ეს ისტორიაც, რომ უხუცესები რო ამბობდნენ, რომ ნენათ იქ ჩაახვალო, არაფერი არასოდეს აღარ დაგემართებათო. მე ჩამოვედით აქ, გაიწმინდა ეს მთლიანად იყო მიწით დაფარული ეს საფეხურებიც კი. გაიწმინდა ეს ტერიტორია, გამოჩნდა კლდეში ნაკვეთი კიბეები, მერე გაკეთდა უკვე ეს წყლის საბანელი და რაღაცა ამ წყაროსთან დაკავშირებით დედა ყოველთვის გვიყვება ისტორიას, როგორც სახარებაში ეპიზოდი არის, რომ ბითესდაში, როცა ანგელოზი წყალს აღამღრევდა, უძლეობაში მყოფები ჩადიოდნენ და იკურნებოდნენ. და 38 წლის უზურებაში მყოფი ადამიანი მაცხოვარი ეკითხება, რომ შენ რატო არ ჩახვედიო და ხელისამკიდებელი არ ვყავდაო და მადლობა უფას მართაც აქ მოსულს ყველას თავისი რწმენისგან კურნება მიუღიათ. ნათლისღებასაც ჩავდივართ აქ ყოველთვის. მადლობა უფას ეხა ტაძარიც შენდება აქვე ნათლიღების სახელობის იქნება და რადგანაც ერთ კომპლექსში იქნება ყველაფერი, ნათლობა შეიძლება რომ აქ შესრულდეს ამ საბანელში. ბავშვობიდან მახსოვს, რომ საყოველთაო ნათლობა ჩატარდა სენაკში, მდინარე ტეხურში. უამრავი ადამიანი მოინათლა. მაშინ მისი უწმიდესობა ბრძანდებოდა ჩვენთან, ჩამობრძანებული იყო. შემდეგ უკვე სტუდენტობის წლები, როცა ჩვენ მე სოხუმში ვსწავლობდი აფხაზეთში და ამ აფხაზეთის ამ შემდეგ უკვე როცა თბილისში გაგრძელდა ჩვენი სწავლა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ჩვენ ვესწრებოდით წირვალოცვას. მისი უწმინდესობის გამოჩენა თითოეული ჩვენთაგანისთვის იყო უდიდესი სიხარულის მომცემი. ჩვენ ვერ ხვდებოდით, პატარები ვიყავით, სტუდენტები. არაფერი არ გვესმოდა, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ ეს არის ღვთის სახლი და პატრიარქი როცა გამობრძანდებოდა, უამრავი ხალხი
თავს ვხრიდით პატრიარქის წინაშე უდიდესი მოკრძალებით და ეს უდიდესი მადლს გრძნობდით თითეული ჩვენთაგანი და მასთან მიახლოება მისი დალოცვა ლოცვა ბევრჯერ მიგვიხია და უკვე 2000 წელს როცა პირველად მე და ესე იგი ფოდბის დედათა მონასტერში დედა იღუმენია თეოდორას ვთხოვე რომ მივიღე მონასტერში და მორჩილება გამევლო სტუმარ მორჩილი გახდით მაშინ და 2000 წელს მონასტერს ესტუმრა მისი უწმინდესობა და ესეც ისეთ წარუშლელი შთაბეჭდილება იყო ღმერთმა შეგვაძლებიოს რომ ჩვენ გავამართლოთ ის ნდობა რაც ჩვენ უწმინდესმა გამოხატა ჩვენს მიმართ 2009 წელს ჩოხატაურში გაიხსნა იოაკიმე და ანას სახელობის საკათედრო ტაძარი და ჩამობძანებული იყო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მეუფე იოსებმა წარგვადგინა სასულიერო პირები და მათ შორის გახდით მე მონაზონი მარიამი და უწმინდესმა მაკურთხა იღუმენიად ღმერთო შემაძლებია რომ გავამართლო ეს ნდობა რაღაცნაირად როგორც მოგვეცემოდა მის საშუალება რომ უწმინდესი ახლოს გვენახა რომ ჩვენი დედები შემეკრიბა და ყველანი ერთად და თუ თბილისში თუ თქვათ აქეთ თუ ბრძანდებოდა სადმე ან აჭარაში ბობოყვათში თუ იყო ჩამობძანებული რაღაცა ვცდილობდით რომ მოდი წავიდეთ ერთად რომ ის მადლი მიგვეღო ყოველთვის გამოვკითხავდა როგორ ხართ დედები როგორ ხართ მონასტერში ერთხელ საპატრიარქოს ეზოში მივედით და ნახეთ უწმინდესი გამობძანებული არის ეზოში და მასთან ახლოს მივედით და ზამთარი დგებოდა უკვე და პატრიარქმა მკითხა შეშა გააქვთ მონასტერში და ისე იყო რომ აი ველოდებოდი შეშის მოტანას და უწმინდესმა გაგზავნა ვიღაცა და რაღაც ესე იგი გარკვეული თანხა შემოწირა მონასტერს რომ ჩვენ ქონოდა შეშა ტრადიცია გვაქვს ესეთი რომ ჩვენი გურული ნობათით რაც თქვათ მონასტერში შეიძლებოდა რომ დაგვემზადებია რაღაცეებით ესე რომ გაგვეხარებია ჩვენ ახლა რა შეგვიძლია ხო აქ დედებს რაღაც პატარა თავიდან ახალგახსნილ მონასტერში რა უნდა გქონოდა ისეთი მაგრამ რაღაცა ის სურვილი რომ მასთან მივსულიყავით ჩვენ გამოგვეხატა რაღაცნაირად და ჩვენ პატრიარქი ყოველთვის ხელებ გაშლილი ჩვენ გვხვდება გლოცავს და ეს მისი დალოცვა და მამაშვილური ზრუნველობა გვიადვილებს ამ გზას ეს გახლავთ დედათა საცხოვრებელი დიდი კომპლექსი რომელიც აქ მხოლოდ დედებისთვის არ არის ესე იგი აქ ასევე განთავსებულია საპატრიარქო მისაღები მინდა რომ თქვენც დაათვალიეროთ მობრძანდით აქ არის უწმინდესის მოსასვენებელი ოთახი მისაღები ხა მოვედით მესამე სართულზე აქ რა თქმა უნდა აქაც დედების კელიები არის და აქვე არის ბიბლიოთეკა ესეთი სამრეკლოს როცა აშენდა და გაითხარა საძირკველი იქ აღმოჩენილი იქნა სასულიერო პირის სამარხი და სადაც ეს ჯვარი იყო ეს არის დეკანოზი გალობლიშვილი მაქსიმემ გალობლიშვილის დიაგულსაკიდი ჯვარი და ასევე ეს ილარიონ გალობლიშვილი არის ასევე მღვდელი ილარიონ გალობლიშვილი რომლის საფლავში ნაპოვნი იყო ეს საზიარებელი კოზი კომუნისტების დროს ესეთი პატარა ზომის რომ უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო და ვინმეს არ შემჩნია ესეთი და ეხა წამობძანდეთ აი აქვე ამ სართულზე არის შიდა ტაძარი რომ აი ეს როცა სამთარია ცივა ქარბუქია დედებს არ გაუძნელდეთ ლოცვაზე გადასვლა ეს შიდა ტაძარი ასე მოვაწყვეთ სულ ეხლა ხან დავასრულეთ აქ მოხატვა ჩვენს ეპარქიაში არის სასულიერო პირი მამა მოსე რომელიც მუშაობდა თავის შვილთან ერთად და ეხლა დასრულდა ღვთისწყალობით ყოველთა წმინდა დედათა სახელობის ტაძარი თუ უფალინებებს ესე უნდა იკურთხოს შევძელით რომ მონასტერში მოვაწყვეთ სამკერვალო მინდა ეხლა თქვენი თვალით ნახოთ ეს ყოველივე მოგძანდით
მონასტრისთვის იკერება თითოეული მონასტრის წევრისთვის, რაც გვაქვს ჩვენ შესამოსლებს, წერავს ჩვენ თვითონ მონასტერში. მონასტრის მადლი, ლოცვის მადლი. კურთხევით იღუმენიას კურთხევით ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის თითოეულ საქმეში, რაც მონასტერში გეწდება. აქ მოვაწყვეთ ხელსაქმის ოთახი, პატარა ესეთი მოგრძალებული დედებისთვის, მათ მოაწყვეს თავიანთი ხელით. აი აქ არიან ჩვენი დედები, რომლებიც ასრულებენ ამ მორჩილებას მონასტერში. დედა სარა, დედა ელისაბედი, დედა ნინო. ეხლა ვაწყობთ თვლებს, თუმცა წყვილიც იქსოვება, დედაობს წყვილსაც ქსოვს, სამაჯურებიც იქსოვება, ჯვრებიც საჭდება. ნაქარგობასაც ვაკეთებთ. სამაჯურებიც იქარგება, ჩანთებიც აქვს დედას მონაქარგი. სურვილი გვაქვს, რომ შევისწავლოთ მინანქრის საქმე და სულ ახლახან შევიძინეთ ჩვენ შესაფერისი ხელსაწყოები. აქ არის მინანქრის გამოსაწვევი ხუმელი, ვერცხლის საპრიალებელი, აი შევიძინეთ ეს ფორმები. დედებს ძალიან უყვართ ყვავილების მოვლა. და ჩვენ კიდევ განსაკუთრებით ვიცით, რომ ჩემის უწმინდესობას და უნეტარესობას უყვარს ძალიან ბუნება ზოგადად. ერთი სივრცე რო ყოფილიყო, ესეთი რაღაც პატარა ბაღი მოვაწყვეთ ყვავილებისთვის და თუ შეიძლება წამობრძანდით, აი მინდა რომ ესეც გაჩვენოთ. ყოველივე ამას დედებით, რუდუნებით, სიყვარულით უვლიან, მიწას უცვლიან. ეს ხარჯაპურები გამოსვა თქვენთვის, ჩვენი პატრიარქის დიდი სიყვარულით და თქვენც რომ გაგახაროთ და ისე ამონოთ. ეს შევკრიფოთ ცოტა ასე დიდები მოვაცალოთ ესენი. მე ვარ დედა თეკრა, სა დედა. ძირითადად ჩვენულით ამ პატარა ბოსტანია, დიდი უფრო ქვემოთება, ეს უფრო მწვანილების ბოსტანი. 13 წელია რაც აქ ვარ. მე სამეგრელოდან ვარ. მე იმერეთიდან. მოყვარს ოხრახუში, ნიახური, ცერეცო, კამა, რეხანი, საშკოლავი, პრასი, ქინძი. პატარა სტუმრობები რაღაცა დღესასწაულებზე რომ მოდიან, და ვასპინძლდება და ჩვენი ფოსტნეულით ყველაფერი კეთდება.
აი ასეთი იყო ჩვენი ერთი დღე მონასტერში. როცა თქვენ მობრძანდით ჩვენთან და გვესტუმრეთ, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ მთელი მონასტრის სახელით ვილოცავთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას ანგელოზის დღეს. მრავალ ჟამიერ, მრავალ საწელსა თქვენო უწმინდესობა, თქვენი სიცოცხლე. ამინ. ძალიან გვიყვარხართ, ჩვენო პატრიარქო, ჩვენო იმედო. მრავალ ჟამიერ თქვენი სიცოცხლე. ამინ. მადლობთ ყველაფრისთვის. მადლობა დედებს და მადლობა ჩვენს გადამღებ ჯგუფს ამ სიუჟეტისთვის. შევახსენოთ მაყურებელს, რომ ჩვენ ახლა ვნახეთ სიუჟეტი ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრიდან, სადაც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მთელი დღე გაატარა დედებთან ერთად, იმ დედებთან, რომლებიც შრომითა და ლოცვით არიან უფლისა და მოყვასის სამსახურში და მოვისმინეთ ასევე მათი მილოცვა ჩვენი პატრიარქის მისამართით. დიდი მადლობა ჩვენს გადამღებ ჯგუფს ამარჩეულებრივი სიუჟეტისთვის და როგორც წეღან ახსენე ელისაბედ, არაერთი სიუჟეტი გვაქვს კიდევ მომზადებული და ამ სიუჟეტის მეშვეობით უცავენ რა თქმა უნდა მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს და ამ ახლა კი შემოგთავაზებთ სიუჟეტს და გეტყვით, რომ 1977 წლიდან, როდესაც საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარი გახდა უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მისი ირგვლივ მრავალი ადამიანი შემოიკრიბა. მოგეხსენებათ, საპატრიარქო რეზიდენცია მაშინ სიონის ტაძრის ეზოში იყო. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმ პერიოდზე, თუ როგორი იყო პირველი წლები, მრავალი ინტერვიუ გვაქვს ჩაწერილი იმ ადამიანებთან, რომლებმაც სწორედ მაშინ დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება. იმ წლებს ყველა უდიდესი სითბოთი სიყვარულით იხსენიებს და სწორედ მაშინ ეყრებოდა საფუძველი უდიდეს საქმეებს, რომელიც დღეს ასე ნათლად და ასეთი ნათელით არის ყველასათვის მოცული. ჩვენ ჩავწერეთ პატრიარქის ერთ-ერთი პირველი მგალობლები, ტყუპები, დები, ლია და ლალი გოგებაშვილები, რომლებმაც ჩვენთან ინტერვიუში ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენეს. ნახოთ სიუჟეტი და შემდგომ კვლავ დაგიბრუნდით. დიახ და ვიდრე ვნახავთ სიუჟეტს, დამატება მინდოდა უბრალოდ რაღაცის. ლია ლალი ასე იცნობენ მათ ახლობლები და ასე მოიხსენიებენ და მათ ყველა იცნობს, ვინც 80-იანი, 90-იანი წლებიდან ეკლესიის წიაღს დაუახლოვდა. მეც მახსოვს ისინი ბავშვობიდან, ვიცნობ ბავშვობიდან და გავიცანი ლია ლალი, ეს არაჩვეულებრივი ქალბატონები წმინდა ნინოს გზაზე და ჩვენ ვიცით, რომ აი ამ გზების მომლოცველობითი გზების ტრადიცია სწორედ პატრიარქის სახელს უკავშირდება, მათი აღდგენა დაფუძნება და მეუფე დანიელს დაევალა 35 წლის წინ სწორედ წმინდა ნინოს გზის ორგანიზება, მომლოცველობითი გზის და აქტიური მრევლი, თქვა გალობლები და ვინც იყო მაშინ ეკლესიის წიაღში და ვინც ძალიან სწორად აღნიშნეს სოფიო, ვინც პატრიარქმა თავის ირგვლივ შემოიკრიბა, ყველა დადიოდა ამ მომლოცველობით გზებზე და სწორედ მაშინ გავიცანი ლია ლალი. ახლა შეგვიძლია რომ მათი ვიდეო ვნახოთ. ჩვენ ვართ ლია და ლალი ელენე გოგებაშვილები. ეხლა ვარ სიონის ტაძარში. ეს არის დედა ტაძარი, ჩემთვის ასეა, მე ასე ვეძახი სიონს დედა ტაძარი. და სადაც გავატარეთ ყველამ ამ პირველმა მრევლმა ულამაზესი დღეები, დაუვიწყარი დღეები, აი განუმეორებელი დღეები. მე პირადად დღესაც იმ ინერციით და იმ სიყვარულით ვცხოვრობ, რაც ამ ეზოში მიგვიღია პატრიარქისგან. და თითოეული აქ კენჭიც კი ისეთი ძვირფასია, ჩემთვის, არა მარტო ჩემთვის, აი ყველასთვის, რომ ხვდებით ძველი მრევლი, ერთი და იგივე ტექსტით ვლაპარაკობთ სულ ყველა. ეს მარტო ჩემთვის არ იყო, ეს დაუვიწყარი დღეები და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ბედნიერი ადამიანები ვიყავით. ეს იყო წყალობა ღვთისგან, ამას ვერ დაიმსახურებ. ეს იყო საჩუქარი ღვთისგან, პატრიასთან შეხვედრა, მათთან მოსვლა, ალბათ მარტო უნდა გდომებოდა. და დანარჩენი თავისთავად ხდებოდა, პატრიარქი ყველას გულით იღებდა.
ყოველ წამს მადლობ ღმერთს, მეც და ჩემი და ალბათ ნებისმიერი ვისაც ოდნავ შეხება გქონებია უწმინდესთან, რომ ის საოცარი დღეები განვიცადეთ. ის ყველაფერი, რაც მან გვასწავლა, მცირედით 1%-იც რომ აკეთო, რასაც ის გვასწავლიდა და დღემდე გვასწავლის, ალბათ სანიმუშო ქრისტიანები ვიქნებოდით. მისი მგალობლები ვიყავით. სანამ ეს ბიჭები ისწავლიდნენ და მართლა საოცარი თაობა მოვიდა მგალობლებს. ისეთი კარგად გალობდნენ, ჩვენი ვენებით თქვით, რომ თქვენ ისე კარგად გალობთ, ჩვენი ადგილი აქ აღარ არის. და პატარა ტაძრებში, კარის ეკლესიაში ვგალობთ. ლია სალაყაია იყო ჩვენი მასწავლებელი ყველა სრულიად საქართველოს და თამარ გურაშვილი. სად არ დავდიოდით? წერილში ზევით დავდიოდით. აი ყველგან, აი თუ კი სადმე ღია იყო ტაძარი. ჯვარის მამაში, ბეთლემში, სადაც. მაშინ არ იყო. ჩვენ დავალაგეთ პატრიარქის კურთხევით. მეუფე დანიელის მრევლმა. დილა საღამოს უწმინდესთან ერთად ვესწრებოთ ის ლოცვებს, წირვებს, სამსახურები ორივეს ჰქონდათ. უკვე აღარ გვაინტერესებდა ერში სამსახური, მე საპროექტო ინსტიტუტში მუშაობდი, ჩემი და ფსიქოლოგია და ავლი ბზურავაშვილთან მუშაობდა და დავტოვეთ ეს ყველაფერი და წამოვედით. ჩაგვაბარეს შესამოსელის ოთახი. აი ახლა სადაც დღესაც ვცხოვრობ. მთელი კედელი სავსე იყო შესამოსელით. უწმინდესი თითქმის ყოველ საღამოს ჩამოდიოდა ეზოში და ჩვენ ახალგაზრდები ვიკრიბებოდით მასთან შესახვედრად და ერთი სული გქონდა, რას გვეტყოდე, გვასწავლიდა სიყვარულს, მიმტევებლობას, ზომიერებას გვასწავლიდა. პატრიარქმა დააწესა 4 შაბათობა დღე. 4 შაბათობით მივდიოდით გაჭირებული ადამიანების ოჯახში, თავშესაფარში და რაც შეგვეძლო, ვალაგებდით, საჭმელს უკეთებდით, ბაზარში მივდიოდით, მიქონდა საჭმელი, არ გვეზარებოდა, არც ვუკადრისობდით. მიუხედავად იმისა, ჩვენთვის ეს ძალიან ახლებური ცხოვრება იყო. 4 შაბათობებზე აუცილებლად ვკითხულობდით. გარჩევა იყო სახარების, ფსალმუნების, წმინდანთა ცხოვრების და დავალებები გვეძლეოდა მთელი კვირის განმავლობაში რა უნდა გვეკეთებინა. და არავინ აბსოლუტურად არ მოდიოდა ისე რომ ის საქმე არ ქონოდა გაკეთებული. აი წყუროდა ყველაფრის გაკეთება. ჩვენ რომ ტაძარში მოვედით, ჯერ კიდევ ებრძოდნენ ეკლესიურ ადამიანებს, გვეშინოდა დაჩოქება, პირჯვრის წერა, აუცილებლად იგებდნენ სამსახურში და მერე გვემუქრებოდნენ, რომ აი თუ კიდე წახვალ, ამას ჩვენ აუცილებლად გავიგებთ, მაგრამ უკვე არავის აღარ გვეშინოდა პირიქით, აი უკვე გავეცანით წმინდანებს, მათ წამებებს, მათ მოღვაწეობას და ყველას გვინდოდა რომ რაღაც გაგვეკეთებინა, ისეთი რომ ქრისტიანები დარქმოდა, არა მარტო ისე სახელით, ყოფილიყავით ნამდვილი ქრისტიანები. ყველგან დავყავდით პატრიარქს, მაშინ ბევრი გუნდი არ იყო მგალობლების და აი ტაძარი იხსნებოდა, მოსალოცად მიდიოდა, ვინმე გარდაიცვლებოდა, საზეიმყო ჯვრის წერა იყო, სულ უწმინდესის გვერდით ვიყავით. ტაძრები გაივსო ხალხით. ყველა ასაკი, ყველა პროფესიის, ყველა წლის ადამიანი მოდიოდა. თითქოს ადვილი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ რომ ვუფიქსდები ახლანდელი გადასახედიდან, ეს იყო ძალიან რთული, მაგრამ უწმინდესი თითქოს ამას ადვილად აკეთებდა. და სულ ფიქრობდი რა იყო ამის მიზეზი, ასეთი იოლიკეთების და მერე მივხვდი, რომ ის სიყვარულიდან აკეთებდა ამ ყველაფერს და იქ სადაც სიყვარულია, ღმერთიც იქ არის და ღმერთი აკეთებინებდა ყველაფერს პატრიარქს. მამა რომ ჩამოდიოდა, ყოველთვის ნახულობდა ხოლმე უწმინდეს და ისიც ისე იღებდა, როგორც თავის აი უახლოეს მეგობარს, უძველეს მეგობარს, დასხდებოდნენ, ერთად საუბრობდნენ. მერე ისე დალოცავდა უწმინდესი მამას, რომ აი ისეთი ბედნიერია მოდიოდა მამა, რომ აღარაფერი ჭამაც კი აღარ უნდოდა ხოლმე. ყველაფრით ისეთი სავსე იყო. ერთხელაც მამა გარდაიცვალა, ძალიან მძიმე ზამთარი იყო, აი წარმოუდგენელი ყინვა და კარის ეკლესიაში იყო მამა დასვენებული და უწმინდესმა რომ გაიგო, თვითონაც ავად იყო სიცხიანი. ხო და ჩვენ რა თქმა უნდა მივედით მასთან, მოგვეფერა, ნუ გეშიფცა და მე აუცილებლად უნდა გამოვემშვიდობო ბატონ ვალიკოსო და მოვიდა დალოცა, პანაშვიდი იყო, გადაიხადა. და ესე არა მარტო ჩვენ ყველასთვის ასეთი თანაგრძნობა იცოდა. პირსახოცებზე ეს მათი გაუთროებული არა. ხო, წირვის პირსახოცებს მოსვლის დღიდან ჩვენ ვუვლით, რეცხავთ, ვაუთოვებთ და დიკიტრიკირის სანთლებსაც სულ ჩვენ ვუგზავნით და ერთხელ ეთყობა დაავიწყდათ ბიჭებს წაღება ახლების და გადააუტოვეს თურმე. ხო და
ეხლა ხას მომიყვნენ, რომ მაშინ ჯერ კიდევ ყოველ იმაზე წერავდა პატრიარქი. ეს ლიალალის გაუთვებული არ არის, ეს რა მომიტანეთო. და ყველაფერი იცოდა, ყველაფერი აბსოლუტურად. კი არა აკონტროლებდა, ყველაფერს ხედავდა. და ეს ძველიბრები რო ხვდებით ერთმანეთს, აი პირველი თემა სალაპარაკო არის უწმინდესი ჩვენი ეს საოცარი დღეები, სულ მოგონებებში ვართ სუპერ. ეს წმინდა ნინოს გზა რომ შედგა, სანამ წავიდოდი წინა დღეს ყველა დაგვიბარა და ყველას ჩამოგვირიგა სკვნილები და ამ სკვნილებზე ილოცებთ გზაშიო, რომ საქართველოსთვისო და იცოდეთო, რომ თვითოული თავიდან ბოლომდე სკვნილზე ლოცვა ჩათვალეთო, რომ თელ საქართველოს სკვნილით უვლითო. პირველი 4 წელი დავდიოდით უცვლელი გალობლები ვიყავით და ყოველ დღე წირვა-ლოცვა ჰქონდა პატრიარქის კურთხევით. სოფელი არ დატოვებულა რომ არ კურთხებილიყო. ყველა სოფელი ნაკურთხია საქართველოს. ყველა სასაფლაო. და ისე რომ არ ველოდებოდით ხოლმე პატრიარქი უცებ გავიგებდით რომ უწმინდესი ჩამობრძანდა და ვინახულებდა გაგონხნებდა ხოლმე უწმინდესი. საჩუქრებს ჩამოგვიტანდა რაღაც ხილი, ტკბილეული, დაგლოცავდა ჩვენ დაღლილები ვიყავით დღეში. ხან 20 კილომეტრზე მეც დავდიოდით. ეს დათესილი იყო მარცვალი, რომელმაც საოცარი ნაყოფი გამოიღო. პატრიარქოს სრულიად საქართველოს მოაქცია. აი ნამდვილად შენა, აი აგურა შენა. როგორ აშენა, აი კენჭები დაადო ერთმანეთზე. აი ეს ააშენა ეს ეკლესია, აი თავიდან ფერფლიდან აღადგინა პატრიარქმა ეს ყველაფერი და ამას მე ან როგორ უნდა გავკეთნიერდე და ამას დიდი ჰიმნოგრაფი სჭირდება, რომ პატრიარქის ღვაწლი ცოტათი მაინც თქვას. იმდენად დიდი ღვაწლი აქვს პატრიარქს საქართველოს და ეკლესიის წინაშე. უწმინდეს უსურვები დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. ის ხო ამ ყველაფრის მაგალითია, გაძლების მაგალითია, მოთმინების მაგალითია, პატიების მაგალითია პატრიარქი. ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს ჩვენი ტკბილი, ჩვენი ძვირფასი პატრიარქი. ჩვენ და საიმედით. და ჩვენ კიდე მისი იმედები ყოფილიყავით და არ გაგვეცრუებინოს არავის მისი იმედი. მე ბერ მუხას მაგონებს ხოლმე, რომ მუხა მაინც მუხა, რაც არ უნდა ბრძოვანი იყოს და ჩვენი პატრიარქი მუხა, რომელსაც მუმლი ვერ მოერევა ვერას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლია და ლალი გოგებაშვილებს იმ საინტერესო ისტორიებისთვის, რაც გაგვიზიარეს და გაუზიარეს ჩვენს მაყურებელს პატრიარქთან დაკავშირებით და მინდა აღვნიშნო, რომ ისე ძალიან კარგად გამოიყურებიან, როგორც 30 წლის წინ, როდესაც ქალბატონი ლია და ლალი გავიცანი წმინდა ნინოს მომლოცველობით გზაზე. ჩვენ კი ისე ვუბრუნდებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარს, სადაც იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი. კვლავ პირდაპირ ეთერში ვთავთ მას. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ ნინო. ნინო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. სოფო ელისაბეთ, როგორც დაკვირდით, კვლავ დაგიბრუნდით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან. სულ მალე აქ სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია დაიწყება, წმინდა სინოდის წევრები ნელ-ნელა იკრიბებიან და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოც ძალიან მალე მობრძანდება. იქამდე კი მე გავესაუბრები მრევლის წევრებსა და სასულიერო პირებს. ჩემთან ერთად ახლა არის საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი იოანე გორელიშვილი. მამა იოანე, მოგესალმებით. გილოცავთ დღევანდელ დღეს და რომ გითხრათ ამ დღესასწაულის მნიშვნელობის შესახებ და ასევე პატრიარქს რომ მიულოცოთ. რა სურვილები გექნებათ მისდამი? დიდი მადლობა. მოგესალმებით ყველას. დღეს მართლაც განსაკუთრებული დღე არის. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა ელია თესბიტელისა და წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძის ხსენების დღეს. მოგეხსენებათ ელია თესბიტელიას გახლავთ ძველი აღთქმის დიდი და გამორჩეული წინასწარმეტყველი. გამორჩეულია იმით, რომ მან ხორციელი სიკვდილი არ განიცა და არამედ ზეცად იქნა აღტაცებული ცეცხლოვანი ეტლით. ხოლო ილია მართალი ხაზგასასმელი არის, რომ ეს არის ის პირველი წმინდანი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით წარადგინა წმინდა სინოდს იმისათვის, რომ შერაცხულიყო წმინდანად. ისე რომ ეს დიდი წმინდანები მართლაც ფარველობას მოუკლებელად აძლევენ ჩვენს პატრიარქს. მე სარგებლო შემთხვევით და უსურვებ მას დიდხანს სიცოცხლეს და მხნეობას.
ძალიან დიდი მადლობა. როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩემთან ერთად იმყოფებიან მრევლის წევრები, რომლებიც საღვთო ლიტურგიაზე დასასწრებად მობრძანდნენ აქ და მოდით მოვისმინოთ მათი მილოცვები და პატრიარქისადმი სურვილები. მოგესალმებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს უპირველესად და რომ მიულოცოთ პატრიარქს, რას უსურვებდით მათ? ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს და რა თქმა უნდა ულოცავთ ჩვენს უსაყვარლეს უწმინდეს, უსურვებთ დღეგრძელობას, მხნეობას და ყველაფერ კარგს, რაც არის და მადლობა უფალს, რომ ის ეპოქაში დავიბადეთ და მისგან ღვებულობთ ლოცვა კურთხევას. დიდი მადლობა. თქვენც რომ გაგვიზიაროთ თქვენი სურვილები. მოგესალმებით, პირველ რიგში ულოცავ სრულიად საქართველოს, ჩვენს ტკბილ პატრიარქს, მეუფეშილ მთელდას და დღევანდელი წმინდანები შეგვეწია სრულიად საქართველოს და მთელ საქრისტიანოს და მთელ მსოფლიოს. ჩვენს უწმინდეს უსურვებ დიდი ხნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს. ძალიან გვიყვარს. მადლობა. მოგილოცავთ პირველ რიგში და თქვენც რომ გაგვიზიაროთ თქვენი მილოცვები და ასევე პატრიარქს რას უსურვებთ, ესეც რომ გითხრათ. სრულიად საქართველოს ულოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესწაულს, რის გამოც დღეს შევიკრიბეთ სამების საკათედრო ტაძარში განსაკუთრებით და დიდი სიყვარულით ულოცავ ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ანგელოზის ხსენების დღეს, ჩვენთვის ნამდვილად დიდი ნუგეში და იმედია, უსურვებთ დღეგრძელობას, დიდხანს სიცოცხლეს და დიდხანს კიდევ გვეხაროს და გვეიმედებოდეს ჩვენი პატრიარქი, რომელიც ძალიან გვიყვარს და ნამდვილად ბედნიერები ვართ, რომ სწორედ მის ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. დიდი მადლობა. როგორც გესმით, ზარების ხმა უკვე გაისმა, რაც იმას ნიშნავს, რომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სულ მალე მობრძანდება და 10 საათზე დაიწყება სადღესასწაულო ლიტურგია, რომელსაც სინოდის სხვა წევრებთან ერთად აღავლენს. თუ როგორ აღინიშნა დღევანდელი დღესასწაული, ამის შესახებ უფრო ვრცლად ჩვენი საინფორმაციო გამოშვებიდან შეიტყობთ. ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის, როგორც ჩვენ აღნიშნე, ზარების ხმა უკვე ისმის სამების საპატრიარქო ტაძარში, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე მობრძანდება უკვე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მისი მაღალყოვლად უსამღვდელოება მეუფე შიო და დაიწყება სადღესასწაულო წირვა, რომელსაც იგი აღავლენს სხვა სასულიერო პირებთან ერთად. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა რომ პატრიარქს და სრულიად საქართველოს მიულოცოთ დღევანდელი დღე, წმინდა ელია თესბიტელის ხსენება არის დღეს, როგორც არაერთხელ აღნიშნეთ და წმინდა ელია მართლის ხსენება, ასევე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებსაც იხსენიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენს პატრიარქს ულოცავთ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად დიდი მოკრძალებით, მოწიწებით, სიყვარულით, პატივისცემით და უდიდესი მადლიერებით. მეც რა თქმა უნდა შემოგერთდები ელენე კეთილსურვილებში და დიდი სიყვარულით და პატივისცემით ულოცავ მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს. მრავალჟამიერ თქვენ უწმინდესობა, დღეგრძელობა და მზეგრძელობა არ მოგკლებოდეთ და ჯანმრთელობა რა თქმა უნდა. მოგეხსენებათ, რომ ყველას აქვს სურვილი, რომ მიულოცოს პატრიარქს ეს დღე. ჩვენ რა თქმა უნდა ვეცდებით და ვცდილობთ, რომ ეტაპობრივად ვესტუმროთ სხვადასხვა ეპარქიასა და მონასტერს, შევხვდეთ საინტერესო ადამიანებს და შემდგომ უკვე შემგთავაზებთ, რა თქმა უნდა, სიუჟეტებს, რასაც მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. გემშვიდობებით ჩვენ კეთილი სურვილებით. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ნახვამდის. ახალ სეზონამდე.